მთავარი ამბავი მატჩის წინ რაც გვაქვს, ეს არის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელშიც არის მნიშვნელოვანი სრულებები. მოდი თავდაპირველად ჩამოვთვალოთ ის 11 ფეხბურთელი, ვინც დაიწყებს დღეს თამაშს ბულგარეთთან: კარში მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი, აზაროვი, გაგნიძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია და მიქაუტაძე. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, შემადგენლობაში არ არის გურამ კაშია, საქართველოს ნაკრების კაპიტანი. მის ნაცვლად კაპიტნის სამკლაურით დღეს გუნდს გაიყვანს ხვიჩა კვარაცხელია. რაც შეეხება მოედანზე, მის ნაცვლად ითამაშებს ლოჩოშვილი, ლუკა ლოჩოშვილი. ტაქტიკურად რომ ავხსნათ, მოედნის დაცვის ცენტრში გვეყოლება ორი მცველი, გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი. ესენი იქნებიან ჩვენი ცენტრალური მცველები, ხოლო განაპირა მცველები იქნებიან კაკაბაძე და აზაროვი. ასევე წინა მატჩისგან განსხვავებით სასტარტო შემადგენლობაშია გაგნიძე. დანარჩენი ფეხბურთელები კი არიან ისინი, ვისაც თურქეთთან შეხვედრაშიც დაეყრდნო ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი. მოკლედ ვნახოთ, გაამართლებს თუ არა ეს ტაქტიკა, ეს შემადგენლობა. პრინციპში იყო კითხვები წინა მატჩში გურამ კაშიას ჩვენი დიდი კაპიტნის თამაშთან დაკავშირებით და როგორც ჩანს, სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ დღეს გურამ კაშია მატჩის ხვდება სათადარიგოთა სკამზე. სხვათა შორის სულ რამდენიმე წუთის წინ, როდესაც გამოცხადდა შემადგენლობები სტადიონზე, განსაკუთრებული ტაში, განსაკუთრებული ოვაცია ჰქონდა სწორედ გურამ კაშიას სახელის და გვარის გამოცხადებას, რაც ნიშნავს იმას, რომ რა თქმა უნდა ქართველ გულშემატკივარს უყვარს თავისი კაპიტანი, თუმცა დღეს ის არ იქნება. მოდი ვნახოთ, გამოჩნდება ზუსტად 2 საათში გვეცოდინება რა შედეგს მოიტანს ამგვარი ცვლილებები. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრები შეძლებს ბულგარეთის დამარცხებას, რაც სხვათა შორის აქ ამ სტადიონზე თბილისში 30 წელია აღარ მომხდარა. ბოლოს 30 წლის წინ, ზუსტად 30 წლის წინ შევძელით თბილისში ბორის პაიჭაძის სტადიონზე ბულგარეთის ნაკრების დამარცხება. ასე რომ 30 წლის მერე ჩვენ ველოდებით მორი გამარჯვებას ბულგარეთის ნაკრებთან. და კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ასეთი სტატისტიკური ფაქტი, ეს არის მოგეხსენებათ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი და ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ამ სტადიონზე, ბორის პაიჭაძის სტადიონზე საქართველოს ნაკრებს მოგებული აქვს ზუსტად 13 წლის წინ. ეს იყო 2012 წლის 7 სექტემბერს, მაშინაც 7 სექტემბერი იყო, დღესაც 7 სექტემბერია, როდესაც თბილისში ეროვნულ სტადიონზე მოვიგეთ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვაც ეძლევა დღევანდელ მატჩს, იმიტომ რომ ჩვენ ველოდებით მორიგ გამარჯვებას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, მით უმეტეს 3 დღის წინ ჩვენ პირველი ტურის მატჩი დასანანი მარცხი ვიწვიეთ. თუ გესმის ჩემი, რამდენად გჭირდება ეხლა ბულგარეთთან გამარჯვება, ეს მინდა რომ მითხრა, მეც რომ გავერკვე და მაყურებელიც რომ გავარკვიო. კი ბატონო, ანა, ზუსტად აგიხსნი, რაც ხდება. ჩვენი ჯგუფი არის 4 გუნდიანი, ვართ ესპანეთი, საქართველო, თურქეთი, ბულგარეთი. ამ 4 გუნდიდან მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც გავიხსენოთ, რომ ტარდება 2026-ში ამერიკა, კანადა, მექსიკაში, პირდაპირ გადის მხოლოდ 1 გუნდი, საუკეთესო 1 გუნდი. ხოლო მეორე ადგილზე გასული გუნდი იღებს დამატებით შანსს, რომ დამატებითი პლეი-ოფის გზით მოხვდეს მსოფლიოს ჩემპიონატზე. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ჩვენი ჯგუფის ფავორიტი არის რასაკვირველია ესპანეთის ნაკრები და ძალიან დიდი ალბათობით სწორედ ის დაიკავებს ჯგუფში პირველ ადგილს. ძალიან ძნელია იმაზე ფიქრი, რომ ესპანეთს ვინმე შეძლებს და წაართმევს პირველ ადგილს ამ ჯგუფში. შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბრძოლა მეორე ადგილისთვის და სწორედ ამ მეორე ადგილისთვის სპეციალისტების მოსაზრებით პირველ რიგში უნდა იბრძოლონ საქართველომ და თურქეთმა. აქედან გამომდინარე, რადგან ჩვენ და თურქეთი ვართ უშუალო კონკურენტები მეორე ადგილისთვის ბრძოლაში, გადამწყვეტ პრინციპულ მნიშვნელობას იძენს სწორედ საქართველო-თურქეთის დაპირისპირება და ის ფაქტი, რომ ჩვენ 3 დღის წინ სახლში საშინაო მატჩი დავუმარცხეთ თურქეთთან, ეს არის
ძალიან დიდი დარტყმა საქართველოს ნაკრებისთვის და ახლა ჩვენ აუცილებლად გვჭირდება ზუსტად ერთ თვეში, როდესაც უკვე ჩვენ ჩავალთ თურქეთში და უკვე თურქები იქნებიან მასპინძლები, იქ აუცილებლად დაგვჭირდება მოგება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ შანსი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლისა. ხოლო რაც შეეხება ბულგარეთთან დაპირისპირებას, აქ არც კი განიხილება ის საკითხი, რომ საქართველოს ბულგარეთი უნდა დაამარცხოს დღევანდელ მატჩში. ფრედს კი საქართველოს ნაკრებისთვის იქნება პრაქტიკულად მოდი პირდაპირ თქვა კატასტროფის ტოლფასი, ამიტომ მხოლოდ გამარჯვება გვაძლევს დღევანდელ მატჩში ჩვენ ხელს. სხვანაირად ჩვენ პრაქტიკულად უკვე წარმოუდგენელი იქნება, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოსახვედრად. გამომდინარე იქიდან, რომ ბულგარეთის ნაკრები აღარ არის ის გუნდი, რომელიც იყო თქვა 30 წლის წინ, როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, დღეს ის ჩვენი ჯგუფის აუთსაიდერად ითვლება. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები ვალდებულია, რომ დაამარცხოს ბულგარეთის ნაკრები და სავალდებულოდ გვაქვს მოგება დღევანდელ შეხვედრაში. თუმცა რასაკვირველია, უბრძოლველად დღეს მსოფლიოში აღარ ხდება ისე, რომ უბრძოლველად ვინმეს დაამარცხებ. ამიტომ დღეს იქნება ძალიან ძლიერი რთული ბრძოლა, ურთულესი ბრძოლა გვექნება, მაგრამ აი აქ მყოფი გულშემატკივრები თქვენ ხედავთ ჩემს უკან სტადიონს, უკვე დაახლოებით 20 წუთია დარჩენილი მატჩის დაწყებამდე, მაგრამ ტრიბუნები პრაქტიკულად უკვე სავსეა, გასასვლელებიდან ჯერ კიდევ ამოდიან გულშემატკივრები და ჩვენ ვიცით, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, შესაბამისად სტადიონი იქნება სავსე და ყველა 50,000 მაყურებელი. ეს არის დაახლოებით ტევადობა ჩვენი სტადიონის იმ 4 სექტორის გამოკლებით, რომელზეც გულშემატკივრებს არაძლევენ შესვლის უფლებას ცნობილი მიზეზების გამო. ყველა ეს გულშემატკივარი 50,000 გულშემატკივარი დღეს დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია და ვალდებულია მოიგოს ეს თამაში. აი ასეთია ან უნდა განწყობა დღევანდელი თამაშისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, დღეს კაპიტნის სამკლაურით მოედანზე გადის ხვიჩა კვარაცხელია, ვინაიდან გურამ კაშიამ მატჩს ხვდება სათადარიგოთა სკამზე, ხოლო კაშიას ნაცვლად მოედნის ცენტრში პოზიციებს დაიკავებენ ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე. კი ბატონო